აი შეურაცხოს მაშინებელ და ესე იქნა თავგირეთა გამგომარენი უფალო შევიწავენ უფალო ნამიგაციანი ცხოვრებისა მათისანი და ისენი გინი უფალო ყოვლისა შვარცბერგს და ბერგამისტა ჩვენსა დაყვანისმდი დაყვანისმდის ყვარც მეგსაფერთა მისთა რამე თუ წმიდა კალენდარი ახალი წელი და ყველას გილოცოთ ახალ წელს. ყველას უყვირს ხოლმე დავიწყებული აქვს თუ და არ იციან რატო არის ახალი წელი დღეს და აბა დავიწყოთ სხვა რამე რომ იანვარში ახალი წელია ეს არის დანიშნული ქურუმების მიერ, როდესაც იულიუს კეისარმა კითხა რომ საიდან დავიწყოთ 10 წელიწადისაო. და მათ იქაც კერპებს შეწირეს, იმარჩიელეს ღვიძლზე, გულზე, ცეცხლზე დაწვეს და უხეშა ეჯობიო ეს 1 იანვარსო. და ჩვენ 1 სექტემბერს, ანუ საერო კალენდარი დღეს 14 არის. რატო დღეს ეს საუბრობთ? ის ძველი წელი დამთავრდა. მოსავალი აღებულია. მოვიმკეთ გასული წლის დაყოფები და იწყება ახალი წელი, ხნათესვა იწყება. ახლა ვინმე იტყვის ეს ხო სამეურნეო პრინციპი არის და რატო უდევს და ის იანვარში რა პრინციპი უდევს საერთოდ გავუგებარია რატო. მაგრამ უფალს ყოველივე შეუძლია. უფალმა იმ 1 იანვარსაც აზრი შეასხა იმ 1 იანვარს და არც ამ 1 სექტემბერს დაუკარგა. 1 იანვარს რა აზრი შეძინა უფალმა. 25 დეკემბერს უფალი იშვა ქვეყანაზე და დაიწყო ახალი ცხოვრება. და აი 1 იანვარს გადის თორეთის დღეები, როდესაც დღე იწყებს მატებას. აი იქ ერთი წუთით მომატებული არის. და აი როგორც ნათელის შემოსვლა
ცოდი დაბნელებულ სამყაროში. ამიტომ არის ახალი წელი. რაც ეხება 1 სექტემბერს, მას აზრი არ დაეკარგა, არც ადრე და არც ახლა, იმიტომ რომ ნაყოფით შეიცნობთო. ხო? სიმართლეს და სიცრუესო. ნაყოფი ჩვენი შრომისა ორნაირი არის მიწიერი შრომა და არის სულიერი შრომა. იგი ჩვენი შრომის და ღვაწლის ნაყოფების ჟამი არის გავლილი ჩვენი ცხოვრების შედეგი და დასაწყისი მომავალი ცხოვრებისა. კიდევ არის ეს მოსაზრება, რომ როდესაც უფალმა შექმნა სამყარო და ადამი 60-ში დაამკვიდრა, იქ ყოველი ხე იყო ნაყოფიერიო და კეთილი საჭმელათო. ესე იგი, ადამი რომ შეიქმნა, უკვე ხე ნაყოფიერი იყო და მოისხა ნაყოფიო. ესე იგი, ცხოვრება სოფელმა და სამყარომ დაიწყო იმ დროიდან, როდესაც მეთმა შექმნა უკვე დამწიფებული ნაყოფით. და აქედან დაიწყო ახალი ცხოვრება, უკვე ადამი შემოიყვანა სამყაროში და ღვთის განგება, რომელიც ზრუნავს ადამიანის ცხონებისათვის, დაიწყო მოქმედება. ამიტომ ეს ახალი წელია. ხო. აი ეს ორი საზრისი არის. აი ამ ახალ წელს გილოცავთ. სწორედ ახალ წელთან არის დაკავშირებული სწავლის დაწყება. ეკლესიურად 1 სექტემბერს იწყება სწავლა, საერო კალენდრით როგორც ვთქვით 14 სექტემბერს, და რომ აქაც ეს არის უკვე შედეგი გასული წლისა, შეჯამებულია, ვისაც არ შემოდგომა ჰქონდა და ჩაებარებინა უკვე და დაიწყო ახალი ცხოვრება, ახალ დონეზე, უფრო მაღალ დონეზე, ზედა კლასში უნდა გადასულიყო ბავშვი თუ სტუდენტი და აი ესე ეს ახალი წრე თავის განათლების უნდა დაესრულებინა. ხო. ამიტომაც აი სასწავლო წლის დაწყება, ახალი წელიწადის აღნიშვნა ერთმანეთკავშირშია. და ასე მოხდა, რომ ჩვენ აქ რუსთავის აი ამ ყველაზე მაღალ წერტილზე უკვე წლების წინ ხალხის მოთხოვნით და ესეთი მორწმუნე ადამიანების თანადგომით და სურვილით აღიმართა ეს დიდებული ჯვარი, რომელიც გადმოჰყურებს არემარეს და მართლაც ჯვარის ძალა ლით იცავს. ჩვენი მოძღვრების თხოვნით და ინიციატივით დავადგინეთ ყოველკვირა 4 შაბათ-დღეს ჯვრის პარაკლისის გადახდა აქ. ლოცვა ერისათვის, ქვეყნისათვის და აქ გარშემო ცხოვრები ადამიანებისათვის და აი დღეს 4 შაბათია და ეს დაემთხვა. 4 შაბათი 14 სექტემბერს და ახალ წელს დაემთხვა, რომ ჯვარით მოხდა გამოხსნა პიროქნით ცოდვისაგან ადამიანის, კაცობრიობის და ჯვარით დაიწყო ახალი ცხოვრება. ახაც ახალი წელია აქაც. აი როგორც საოცარია განგება ღვთისა, რომ ესე მოხდა წელს. გაიცოთ სხვა დღე იქნება, ხადია, მაგრამ წელს ესე არა ხარ აი ღვთის განგებით ჩვენ დღეს საუბრობთ ამაზე, მე ეს მიხარია, ჩვენ ამ დღეს და თან ესე მოხდა, რომ ყოველ კვირა სხვადასხვა მოძღვარი აღასრულებს ამ პარაკლისს და დღეს მე ჩემი ჯერი იყო, მე მომიწია და მეც ახალი დანიშნული ვარ ამ ეპარქიაში და ამ ეპარქიაში ჩემი უსით კიდევ ახალი ეტაპი დაიწყო და აქაც ახალი წელია ჩემთვის, ახალი ღვაწლი, ახალი მსახურება, ახალი ურთიერთობები და სიხარულია, სადაც არ გაიხედავ, ყველგან სიხარულია ახალი წლისა, ახალი ცხოვრებისა.